მოგესალმებით მეგობრებო, დღეს პატივი მაქვს უმასპინძლო ბატონ ვატო შაქარიშვილს, ვინც არიცით, შეგახსენებთ, რომ იგი ბრძანდება პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ლიდერი. ბატონ ვატო, მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ მესტუმრეთ, გამომდინარე იქიდან, რომ მე ვიცი რა შემჭიდროებულ გრაფიკში გიწევთ ახლა საქართველოში ყოფნა. პირიქით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ერთ-ერთი ლიდერი თქვენის ნებართვით ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ჩვენ პარტიას არ ყავს ასეთი თქვათ თავმჯდომარე გამოკვეთილი პოლიტიკური საბჭოა და ჩვენ ერთობლივად ესე ვთქვათ ხელმძღვანელობთ ამ პროცესს, რომ ის თავარი იდეა რაც გვაქვს ნეიტრალური საქართველოს იდეა, ამ იდეამდე წარმატებით მივიდეთ. დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი პარტიით, ამ იდეით ზოგადად და მივესალმები თქვენი პლატფორმის მაყურებელს, როგორც საქართველოში, ასევე ქართველ ემიგრანტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩემი გულთბილი მოკითხვა ყველა ქართველს ამერიკაში. ვისურვებდი, რომ მათი საქმიანობა სხვა ქვეყანაში იყოს წარმატებული, მაგრამ უფრო მეტ სურვილს გამოვხატავდი, რომ ისინი დაბრუნდნენ ჩვენს სამშობლოში, ერთიან სამშობლოში და აქ გავაკეთოთ ესე ვთქვათ ჩვენი ქვეყნის საკეთებელი. უკვე როდესაც ჩვენი ქვეყანაც იმისთვის მზად იქნება, რომ ღირსეულად მიიღოს და დაიბრუნოს საკუთარი შვილები არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არამედ ყველა სხვა ქვეყნიდან. დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია როგორც ემიგრანტისთვის, თუმცა მე დროებითი ემიგრანტი ვარ, მე იმედს ვიტოვებ, რომ მალე დაბრუნდები საქართველოში და ეხლა დავუბრუნდეთ ძირითად თემას. ორ ნაწილად სურს თქვენთან საუბარი, ერთი ზუსტად თქვენს პარტიასთან დაკავშირებით და მეორე თემა იქნება საუბრის მეორე ნაწილში ახლო აღმოსავლეთიდან მიმდინარე კონფლიქტი და რა გამოძახილს პოვებს ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოში. მე 90-იან წლებიდან მახსოვს ბატონო ვატო, რომ ჯერ კიდევ როცა გვალიმაგი და თავისუფალი საქართველო იყო და მას შემდეგ ოპონირებას უწევდა ესე ვთქვათ სხვა ალტერნატიული ეროვნული ძალების მიერ დაკომპლექტებული პარტიები. აი იმ დროიდან მახსოვს, რომ არის ეგეთი იდეა ნეიტრალური მდგომარეობა ქვეყნისა, ნეიტრალური სტატუსი. და მაინტერესებს აი ეს ნეიტრალიტეტი იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ რუსეთის სამხრეთით როცა ვიმყოფებოდით, ეხლა რთულია სახელმწიფოს კონდეს იმის ამბიცია, რომ იყოს ნეიტრალური, როცა ფაქტობრივად სრულად დამოკიდებული ვიყავით. მე აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტი დაემატა 2008-ში, მაგრამ ჯერ 90-იანები რომ გავიხსენოთ და ესეთი აზრიც არსებობდა, რომ კონფლიქტების საქართველოში მიმდინარე კონფლიქტების გასაღები დევს მოსკოვში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იყო აზრი, რომ და იდეის დონეზე, რომ კარგი იქნება თუ საქართველო იქნება დე იურე და დე ფაქტო ნეიტრალური სახელმწიფო. და აი მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ზუსტად აი ამ იდეის გარშემო შეიკრიბეთ, ჩემთვის საპატივცემულო ხალხი და შექმნით ეს პარტია. და მაინტერესებს თქვენი ხედვა, რამდენად ეს შესაძლებელია უახლოეს პერსპექტივაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ იდეის გარშემოც არ შეიკრიბებოდით ალბათ. აი როგორ ფიქრობთ, რამდენად ეს შესრულებადია ოღონდ უახლოეს პერსპექტივაში, პირობითად ხვალზე და ასე შემდეგ. კი ბატონო, მადლობა საინტერესო კითხვისთვის. მართლაც ჩვენ ძალიან განსხვავებული წარსულის და ბიოგრაფიის ადამიანები შევიკრიბეთ ამ იდეის გარშემო ეს საზოგადოებას თქვენს მაყურებელს შეუძლია ნახოს იმ შემადგენლობით, ვინც ჩვენ ვართ ამ ეტაპზე აღნიშნულ პარტიაში გაერთიანებული და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, ესე ვთქვათ, ამ იდეის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე სხვადასხვა ხელისუფლების, მათ შორის ერთმანეთთან დაპირისპირებული ხელისუფლებების წარმომადგენლები არიან და ვართ ერთად ამ პარტიაში და ეს ამ განსხვავებული წარსულის ბიოგრაფიის და შესაძლოა გარკვეულ პოლიტიკურ მიმართულებებზე სხვადასხვა ხედვის მქონე ადამიანებიც ამ ფუნდამენტური იდეის გარშემო რომ შევიკრიბეთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ვხედავთ სწორედ ამის ერთი პირველი პერსპექტივას და მთავარი
ასევე ამის აუცილებლობას. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და ყველას კარგად გვახსოვს რამხელა მასშტაბის შეტევა ხორციელდებოდა ზეწოლა საქართველოზე, რომ ჩვენ ჩავრთულიყავით, ჩავეთრიეთ ამ კონფლიქტში და ალბათ ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ახლო-აღმოსავლეთში, რაზეც როგორც თქვენ ახსენეთ, შემდგომში ვისაუბრებთ, ახლო-აღმოსავლეთში გაჩაღებულ ფართომასშტაბიან კონფლიქტის დაწყების და გაღვივების ესკალაციის შემდეგ, რომ საქართველოს არ აქვს რეალურად ესე ვთქვათ ბევრი გზა იმისათვის, რომ გადარჩეს, შეინარჩუნოს მშვიდობა და მიაღწიოს კეთილდღეობას. უალტერნატივოა შეიძლება ასე ითქვას ნეიტრალიტეტი, მიუმხრობლობა, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ დაპირისპირებულ ძალთა შორის მხარის არჩევა ისტორიულადაც ჩვენთვის იქნება თუ ახლესი ისტორიიდან თავდებოდა ყოველთვის ცუდად და მძიმედ და ახლა როდესაც უკვე ასეთი ხასიათი აქვს კონფლიქტებს მიღებული ჩვენთვის კონკრეტული მხარის არჩევა, რასაც ასე გვიკიჟინებენ და უნდა ჩვენგან რომ ამ დიდ ძალებს შორის ჩვენ კონკრეტული მხარე დავიჭიროთ და უბრალოდ შევეწიროთ და გავნადგურდეთ ამ ბრძოლაში, ჩვენი სახელმწიფო გამოყენებული იქნას როგორც პროქსი სახელმწიფო და ტერიტორია, სადაც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ჩვენ ძირითადად პროქსი ომების ეპოქაში ვართ, ხო? დიდი ძალები სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ან სხვა ქვეყნების გამოყენებით ებრძვიან ერთმანეთს. და საქართველოს გამოყენება ასეთ პროქსი სახელმწიფოდ ეს იქნება ძალიან მოკლევადიანი და ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ტრაგიკული ამბავი, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ ავირჩიოთ რომელიმე მხარე. განსაკუთრებით ვიყოთ ისეთი ბლოკის წევრი, როგორც თქვა ჩვენს სამწუხაროდ თავსმოხვეული ჩანაწერით გვაქვს ჩადებული 78 მუხლი მაქვს ხედველობაში, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს ავალდებულებს ნაკეთოს ყველაფერი გაწევრიანდეს იმ ბლოკში, სამხედრო ბლოკში, რომელიც დაპირისპირებულია და ომშია რეალურად რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც დღემდე ამ მომენტისთვის ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და ის არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი უდიდესი სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ამ ბლოკში ჩვენი გაწევრიანება ნიშნავს ავტომატურად ნიშნავს სამხედრო ესკალაციას, დაპირისპირებას რუსეთთან და რუსეთთან დაპირისპირებას ინსპირირებულს და პროვოცირებულს რა შედეგები მოაქვს. ამას ხედავთ უკრაინაში 4 წელია და ეს ვნახეთ და გადავიტანეთ ჩვენ საკუთარ თავზე სამწუხაროდ 2008 წელს. ამიტომ დღეს, როდესაც აბსოლუტურად ინგრევა ის მსოფლიო წესრიგი, როგორც მას უწოდებდნენ, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა განსაკუთრებით, რომელიც ჩამოყალიბდა ცივი ომის დასრულების შემდეგ და ჩანს, რომ ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული მულტიპოლარული სამყარო ამ ვითარებაში უფრო მეტი შანსი ჩდება, რეალური შანსი იმისა, რომ ჩვენ შევძლოთ და ჩვენი ნეიტრალიტეტი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს უნდა ჩვენი საგარეო პრიორიტეტი გახდეს, ჩვენი სახელმწიფოსი და ეს არ იყოს მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს იდეა. ჩვენ გვინდა, რომ ეს გახდეს ეროვნული იდეა და საგარეო პრიორიტეტები ჩვენი ქვეყნის მოვიდეს შესაბამისობაში ახალ მსოფლიო რეალობასთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები არის წარსულის კუთვნილება იმ ესე ვთქვათ ბორდინგიდან დაწყებული, როგორც იტყვიან, იმ მთლიანად მისი შინაარსით არის დარჩენილი გუშინდელ დღეში. იმ ნანგრევებში რეალურად, რომელიც ჩვენს თვალწინ წარმოიქმნება ამ ევროატლანტიკური თანამშრომლობის სივრცის დემონტაჟის შედეგად და ვფიქრობთ, რომ დღესაც აი ამ საგარეო პრიორიტეტებით ჩვენი ქვეყნის მართვა ნიშნავს, რომ
მომავალში ჩვენ ქვეყანას ვამზადებთ ამ ნანგრევებში მოსაყოლად, ასე ვთქვათ. ამიტომ დღეს, როდესაც მით უმეტეს აი ამ ფონზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, როდესაც საქართველოს რჩება არის ფაქტიურად ერთადერთი კუნძული, მშვიდობის კუნძული და ერთადერთი თუ მას სხვა შემთხვევაში შუადერეფნის მონაკვეთს და საქართველოს ლოგისტიკურ გზას თქვათ აქვს ალტერნატივები და რა თქმა უნდა ჩვენ ვართ ამ კუთხით ჯანმრთელ კონკურენციაში და ჩვენ გზას აქვს ბევრი უპირატესობა, როგორც ბევრი გამოწვევა. დღეს რეალურად ჩანს რომ ალტერნატივა არ აქვს. აბსოლუტურად დარღვეულია მიწოდების ჯაჭვები, ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ კონფლიქტმა გლობალურ ეკონომიკაზე და რაღაც საჰაერო სივრციდან დაწყებული ეს ცნობილი ფოტო ესე ვთქვათ სკრინი, როგორც მას უწოდებენ, ფოტო ვრცელდებოდა აქტიურად სოციალურ მედიაში, სადაც ჩანდა რომ საჰაერო მარშრუტებით, მათ შორის სამგზავრო გადაყვანები საჰაერო ხორციელდებოდა ამ დღეების განმავლობაში საქართველოს თავზე და ასევე სხვა კუთხით ტვიტბრუნვის კუთხითაც საქართველოს სულ უფრო და უფრო ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ხდება ამ კუთხითაც ასე რომ დაკავშირებადობის ფუნქცია ჩვენი ის რეალური ესე ვთქვათ შესაძლებლობები და უპირატესობები რაც გაგვაჩნია ის რომ ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად შეიძლება იყოს ადგილი სადაც დიდი მოთამაშეები, დიდი ინტერესების, დიდი ფინანსური რესურსების მქონე სახელმწიფოები მოახერხებენ რომ აქ მოხდეს მათი ინტერესების ბალანსი ეს ჩვენ ასეთი როგორც გეოგრაფიული მდებარეობა ასევე ასე ვთქვათ ჩვენი ბუნებრივი ფუნქცია არის ასე ვთქვათ როგორც სახელმწიფოსი ასევე როგორც ერის სადაც შესაძლებელია შერიგება, დალაპარაკება, გამასპინძლება, ინტერესების დამთხევა და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ესე ვთქვათ ჩვენ ქვეყანაში ბალანსის მოძებნა და არა ის რომ უბრალოდ ჩვენი ქვეყანა შეთავაზებული იქნას დაპირისპირების არეალად და პოლიგონად და ცნობილია რომ როდესაც სპილოები ერთმანეთს მეჩხუბებიან ყველაზე მეტად სწორედ ბალახი ზიანდება და ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვინდა რომ ვიყოთ ეს დაზიანებული ბალახი და მიწა ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა რეალური უსაფრთხოების ქოლგით შევაიარაღოთ და არა იმ აბსურდული რაღაც ეფემერული აქამდე ჩამოკიდებული ილუზიით, სრული ილუზიით რომ აი ნატო არის უსაფრთხოების ქოლგა მივიღეთ მაბზე უკეთესი, მაგრამ მაბზე უკეთესთან ერთად სამთვეში მივიღეთ ომი რუსული ტანკები და Su-25-ები საქართველოს ცაზე, დაკარგული დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, დევნილები, გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები. და ჩვენ დღესაც საოკუპაციო ხაზია და რა ბრძოლის მეთოდები აქვთ. არჩეული კი ვიცით, ხო? მათ სასახელო წარმომადგენლებს ჭყალებში და ჩვენ არ გვინახავს იქ, რა ქვია, ამერიკელი სამხედროები და ამერიკული ტანკები და ჩვენ დასაცავად. მაგრამ გვინახავს სხვა ტიპის ქმედებები და ჩვენი ომიდან სულ რამდენიმე თვეში საფრანგეთის მიერ მიყიდული მისტრალი რუსეთზე და ასე შემდეგ და ასე. დღესაც იგივეს უყურებთ, ხო, როდესაც მათ რეალური პრობლემები დაუდგათ, გაუძვირდათ გაზი, გაუძვირდათ ნავთობი, ჩამოეშალათ წარმოება, დიდი ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისების წინაშე არიან და ასევე გამოეცალათ ის უსაფრთხოების გარანტი, როგორიც იყო ამერიკის შეერთებული შტატები და ტრამპი ეუბნება მათ, რომ თქვენს თავდაცვას და უსაფრთხოებას თავადვე მიხედეთო, თავადვე დააფინანსეთო და თავადვე მოუარეთო, მერე გაახსენდათ, რომ რუსეთი თურმე ევროპული სახელმწიფო ყოფილა და მათთან ერთად უნდა ააშენონ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. ამიტომ ჩვენ ამ ილუზიებიდან უნდა გამოვიდეთ, დაუბრუნდეთ რეალურ პოლიტიკას და აი ამ გამოღვიძებით, ესე ვთქვათ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი დიპლომატიის პრიორიტეტები ხო აბსოლუტურად განსხვავებული იყო მთელი ამ წლების განმავლობაში და утопიურ იდეას ემსახურებოდა, ხო, რასაც ამ ევროატლანტიკურ სივრცეში
გაწევრიანება გვქონია და დღესაც ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი რომ გვაქვს, ეს თითოეულ ჩვენ წარმომადგენელ სახელმწიფო მოხელეს ავალდებულებს, რომ სწორედ ამაზე ემუშაოს. თუ ჩვენ ამ პრიორიტეტებს შევცვლით, ჩვენს დიპლომატიას გამოვიყენებთ, ჩვენს ამ უპირატესობებს, რაც ჩვენ საუბარში ზემოთ განვიხილეთ, სწორად ადეკვატურად გამოვიყენებთ, ნამდვილად არის დღევანდელ ახალ მსოფლიო რეალობაში იმის ალბათობა და შანსი მაღალი, რომ ჩვენ ეს იდეა არ დარჩეს ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ იდეად, არამედ ამით დავაინტერესოთ დიდი სახელმწიფოები და ამაში გაგვიჩნდეს ჩვენ მოკავშირეებიც, იმიტომ რომ თუნდაც რომ ავიღოთ შვეიცარია, იქ ძალიან დიდი ნებათაღელვა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხმა შვეიცარიის ხელისუფლების კონკრეტული გადაწყვეტილებები ფაქტიურად ჩათვალა როგორც მათი ნეიტრალური სტატუსის დარღვევა და ხელყოფა. გულისხმობ იმ პოზიციებს, რომელიც იყო იგივე უკრაინის ომთან მიმართებაში და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე, ამიტომ და იქ იცით, რომ საბანკო სისტემა, რომელიც იყო ამ ნეიტრალური სტატუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, შეილახა მისი რეპუტაცია სამწუხაროდ და რეალურად დღეს არ არის ისეთი სივრცე და ადგილი და ქვეყანა, სადაც და რომელსაც შეიძლება აი ამ ფუნქციის შესრულება, ტარება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარი ინტერესებისთვის და შემდგომ იმ ბალანსის მოსაძებნად, სადაც შეიძლება გადაიკვეთოს, დაემთხვეს უფრო სწორად დიდი ძალების ინტერესები, ჯერ დაწყებული უშუალო სამეზობლოდან და ახლო რეგიონიდან, შემდეგ უკვე ფართო რეგიონზე და გლობალური მასშტაბის ძალებზე. ასე რომ ამ იდეას რა თქმა უნდა ჭირდება მუშაობა, ძალისხმევა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ერთი ჯადოსნური ჯოხის დაქნევით ვერ მოხდება, მაგრამ ხედავთ კაფიოდ, რომ დღეს არის მომენტი, მოცემულობა, რომელსაც ჭირდება გამოყენება. და გვესმის, რომ ახლა ჩვენ მსოფლიო პოლიტიკას ვერ შევცვლით ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ქართველებს და საქართველოს შეგვიძლია რომ ადეკვატური ვიყოთ აი იმ ცვლილებებთან, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. ბატონო, ესე იგი, პოლიტიკური პარტია საკანონმდებლო ინიციატივების გარეშე მე ვერ წარმომიდგენია და მე ვიცი, რომ თქვენ სამიზნედ გაქვთ 2022-ის არჩევნები. ეს ბუნებრივიც არის ალბათ. ასეა, ხო? კი ბატონო, ნამდვილად. და აქ ეხლა ჩდება ესეთი შეკითხვა. თქვენ რაც ეხლა განავითარეთ ბევრი რამ უკვე მართველი გუნდის პროგრამაში დაწერილში თუ დაუწერილში მედიის მეშვეობით ვრცელდება. ეხლა მე მაინტერესებს ასეთი რამ. რა ძირეული განსხვავებები იქნება მართველ პარტიასთან მიმართებით? იმიტომ რომ ასევე მე მახსოვს, რომ ეს ძირითადად ეხებოდა სააკაშვილის დროინდელ მმართველობას, რომ სულ მუდავ იყო ასეთი შეკითხვა, მუსირებდა საზოგადოებას ქვეყანას ჭირდება მესამე ძალა. მესამე ძალა, რათა დააბალანსოს პოლიტიკური ველი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მესამე ძალა მოიაზრებთ თქვენ საკუთარ თავს როგორც მესამე ძალას და მაგალითად სახელმწიფოსა და თუნდაც იგივე რადიკალურ ოპოზიციას შორის დამაბალანსებლად? ბატონო ნიკოლოზ, მე თუ დაასრულეთ. კი. დიახ. უსწრაფოდ გითხრათ, მესამე ძალა მე საერთოდ არ აღვიქვამ როგორც პოლიტიკურ ოპოზიციას იმ ძალებს, რომლებიც სამწუხაროდ დღეს იწოდებიან და წარმოადგენენ ოპოზიციას. ეს არის აგენტურული ქსელი, რომელიც სამწუხაროდ წლების განმავლობაში მოხვდა ხელისუფლებაში. 9 წელი ჩვენ გვქონდა აგენტოკრატია, პირდაპირ უცხო ქვეყნების, უცხო ძალების მხრიდან იმართებოდა ჩვენი ქვეყანა. ამ მემკვიდრეობიდან გამოსვლას ძალიან დიდი დრო რთული პროცესები დაჭირდა, მათ შორის ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც 2012 წლის შემდეგ. და მე მოხდა რომ ეს ძალები აგენტურული ქსელი დაიშალა რამოდენიმე განყოფილებად. შეიქმნა იქიდან მედია განყოფილება აგენტურული ქსელის, შეიქმნა იქიდან
პოლიტიკური განყოფილება და ეს კიდე შიგნით ქვესტრუქტურებად ჩაიშალა, ანუ რამოდენიმე პარტიად დაიშალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამას ასევე იქამდეც ეს ძალიან მძლავრი მიმართულება იყო, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში იყო, სასკოლო თუ უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე NGO მიმართულება, ასოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აი უკვე რეალურად შეიქმნა ქართული deep state. იმიტომ რომ ეს ადამიანები და ეს აგენტურული ქსელის წარმომადგენლები იყვნენ ყველგან. მედიაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, NGO-ებში, think tank-ებში, პოლიტიკურ პარტიებში და პოლიტიკურ პარტიებში არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ ხელისუფლებაში. 12-16 წელი თქვენ კარგად გახსოვთ, ხო, რისგან შედგებოდა ქართული ოცნების კოალიცია. რესპუბლიკელები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და ასე შემდეგ, ხო? ნახეთ შემდგომში, როდესაც დაჭირდათ მათ რეალურ პატრონებს, როგორ მოხდა მათი ლუსტრაცია და სად არიან ისინი დღეს და რა საქმიანობას ეწევიან. ასევე ნახეთ კონკრეტული ადამიანები და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა სტრუქტურებში, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ სახელმწიფოს ინტერესებზე მუშაობდნენ უცხო ძალებზე, უცხო ქვეყნებზე და აი კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც მათ პატრონებს დაჭირდათ, მათ გააკეთეს განცხადებები, პეტიციები, ხელმოწერები, დატოვეს თანამდებობები და დღეს არიან აი ჩვენ ახლა ოფისის საიდანაც გერთვებით ჩიტაძის ქუჩაზე ვიმყოფებით და აქვე ახლოს 457 დღეს აწყობენ შიგევროპული მიტინგებისა. ასე რომ ეს იყო რეალური ღრმა სახელმწიფო, აი მთლიანად შეზრდილი, სიღრმისეულად შეზრდილი სახელმწიფო მართვის სადავეებთან ახლოს მყოფი აგენტურული ქსელი და ასევე შეგახსენებთ, რომ თუნდაც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და მე ის კარგად მახსოვს, ვიყავი ქართული ოცნების გუნდის წევრი, რომ და ამაზე ღიად ლაპარაკობს დღევანდელი ასე ვთქვათ ლიდერებიც ლაპარაკობენ, რომ ფაქტიურად არ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, კანონის განხილვა, რომ არ ყოფილიყვნენ ამაში ჩართული ასოები, NGO-ები და რაღაცნაირად ყუფარაძის დასკვნა, რომ აი არ ქონოდა ისა, რა ქვია, რეზოლუცია მათი, ანუ წარმოიდგინეთ, ჩვენ ქონდა პარლამენტი, რომელსაც ხალხი ირჩევდა პირდაპირ არჩევნების გზით, დემოკრატიული პროცესის გზით, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ვთქვათ, რაღაც კანონი მიგვეღო, არ ვიცი, დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებიდან და დასრულებული რაღაც, ვთქვათ, რიგითი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომ იქ არ ყოფილიყვნენ ამაში ჩართული და არათუ ჩართული, არამედ მათ გარეშე ვერ მიღებულიყო გადაწყვეტილება. ამიტომ აი ამ პირობებში რეალურად არ იყო ადგილი ჯანსაღი ჯანმრთელი ოპოზიციისთვის, როდესაც ერთი მხარე მეორეს მოლოტოვის კოქტეილს ესვრის, ფეიერვერკს უშენს და წვავს პარლამენტის შენობას და მხოლოდ და მხოლოდ მოწოდებულია იმისთვის, რომ დაამხოს, არჩევნებში ვერ უგებს, ამიტომ უნდა დაამხოს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, კრიტიკის სივრცეც იყო შეზღუდული. არა მარტო პოლიტიკურად აქტიური ადამიანებისთვის და ფიგურებისთვის, არამედ თვითონ საზოგადოებისთვისაც. და თქვენ იცით, რომ ხშირად განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე არჩევნები კეთდებოდა, ასე ვთქვათ, შემაკავებელი არჩევანი. არა იმიტომ, რომ ყველაფერი მოწონდა ქართული ოცნების, არამედ იმიტომ, რომ მომხდარიყო შეკავება რევანშისტული ძალების. და როდესაც ეს საფრთხე იყო ხოლმე რეალური და ხელშესახები, ხდებოდა საზოგადოების უმრავლესობის კონსოლიდაცია წინააღმდეგ
რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, შედეგი მოუტანა ქვეყანას და პოზიტიური ხმებიც იყო კონსოლიდირებული ქართული ოცნების გარშემო, ცხადია და ბიძინა ივანიშვილის გარშემო პირველ რიგში. მაგრამ არის იქ წილი საკმაოდ დიდი იმ ამომრჩევლის და იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ არჩევანს აკეთებდნენ ალტერნატივის არარსებობიდან გამომდინარე. და ეს რომ კარგი არაფრის მომტანი იყო ასეთი ვითარება. ამაზე ძალიან გულწრფელად საუბრობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამაზე საუბრობს იგივე ბატონი ირაკლი კობახიძე, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ, როგორც მმართველ ძალას, სახელმწიფოს სჭირდება ჯანსაღი ოპონირება. მათ შორის ოპოზიციის არარსებობამ განაპირობა ის, რომ დიდწილად ალბათ ხელი შეუწყო, რომ გამოვლინდა, იცით თქვენ საზოგადოებამ იცის ყველამ აი ეს კორუფციული ფაქტები, გადაცდომები, ასე შემდეგ ადამიანური ვნებები, რომლებიც გაიფურჩქნა, ესე ვთქვათ, იმ ვითარებაში, რომ არ იყო სივრცე ჯანსაღი ოპონირების და იქიდან ეხლა როდესაც წარმოიდგინეთ ეს ადამიანები იმ ვისაც ამაზე რეალურად უნდა ესაუბრა და რაღაც რეალური ფაქტები მოეტანა და უკეთესი შეეთავაზებინა, თუნდაც ფულს იღებდა იმ ხალხისგან, ვინც თვითონ იყო კორუფციაში ჩართული. აი ესეთი მახინჯი პოლიტიკური სისტემა იყო საქართველოში წლების განმავლობაში და იმ პროცესის შემდეგ, რაც დაიწყო, ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, საკონსტიტუციო სასამართლოში წასული სარჩელი, ამ აგენტურული ქსელის საბოლოო ლუსტრაცია და ასევე ჩამოშლა და გაშიფრვა საბოლომდე. ამ ყველაფერმა ერთად ჩვენ ვაფიქრებინა, რომ ჩნდება რეალური შესაძლებლობა, რომ შეიქმნას არა მარტო ჩვენი პარტიის სახით, არამედ ჩვენ მივესალმებით, რომ სხვაც გაჩნდეს, მათ შორის შესაძლოა აბსოლუტურად თქვათ განსხვავებული იდეოლოგიის და შეხედულების, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მთავარია ჩარჩო, რომ თუ შეიქმნება ქვეყანაში ისეთი ძალები, რომელთა ამოსავალი წერტილი საფუძველი იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, შეგნით უკვე ეკონომიკას, სოციალურ პოლიტიკას, ჯანდაცვას, როგორ ხედავთ, როგორ უყურებთ, როგორ ჯობია, თუნდაც იგივე საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ამაზე ვიკამათოთ, ვიდაოთ არგუმენტირებულად, ამაზე ღია ვართ ჩვენ, მაგრამ მთავარი მიუღებელი რაც არის ის, რომ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ამ აგენტურული ქსელის ფუნქციონირება, იმიტომ რომ მათ პირობებში შეუძლებელია ვერც პოლიტიკური სისტემა ვერ გაჯანსაღდება, ვერც შიდა პოლიტიკური სტაბილურობა ვერ იქნება, რაც არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ საგარეო გამოწვევებს მომზადებული დახვდე და ეფექტიანად გავუმკლავდე და საერთოდ ვერ განვითარდებით და ვივლით აი ამ წრეზე, თქვენ 90-იანი წლები გაიხსენეთ და შინაარსობრივად თვისებრივად ჩვენ ახალ ეტაპზე ვერ გადავართ. ამიტომ ეს ორი პარალელური პროცესია. ჩვენ ვთვლობთ, რომ ალტერნატივა შევთავაზოთ საზოგადოებას, რომელიც არის კონკრეტულ იდეებზე დაფუძნებული, ვთვლობთ, რომ შევკრიბოთ ის ადამიანები, ვინც მთელი მათი ცხოვრება და საჯარო ცხოვრება ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას, უშეცდომო არავინ არის და ჩემი საკუთარი თავიდან დავიწყებ, მაგრამ ის ადამიანები, ვინც საკუთარი ქვეყნისთვის შეგნებულად ზიანი არასოდეს მიუყენებია და ამის პარალელურად ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან ეს ამ შემთხვევაში ჩვენი შესაძლებლობის მიღმა და მივმართავთ ხელისუფლებას, რომ ორი პროცესი მიდის. ერთი არის საქართველოს პროკურატურაში, რომელიც ჩვენი განცხადების საფუძველზეა დაწყებული უცხო ქვეყნების და უცხო ძალების სრულ საქმიანობაში დახმარებაზე და მეორე პროცესი, რომელიც საკონსტიტუციოშია უკვე გადასული. ეს ორი პროცესი უნდა მივიდეს საკუთარ ლოგიკურ
მის დამნაშავეები, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი დაუშავებია ხელისუფლებიდან თუ ოპოზიციიდან და ასე გადავიდეთ თვისებრივად ახალ ეტაპზე და იქნება ხელისუფლება ამას ხელს უწყობს. დებატები გახსნა, თვითონ მონაწილეობს ახლა პრემიერ-მინისტრი არის ყოველ შაბათს იმაზე, რა ქვია, დებატებში ზის და ელაპარაკება ოპოზიციას, მათ შორის ისეთ პარტიებს, რომელსაც ბარიერიც კი არ გადაულახავს, თქვათ, უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ის მაინც ამ ნაბიჯზე მიდის და ელაპარაკება და ამას საზოგადოებაში ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს და დამოკიდებულება. ამიტომ თავად ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მე ასე ვხედავ. ეს ოპოზიციაში ყოფნა და ოპოზიციური პარტიის ფორმირება და ესე ვთქვათ, ასეთ თუნდაც ოპოზიციური პარტიის დაფინანსება არ არის დაკავშირებული სიცოცხლის, თავისუფლების და ჯანმრთელობის რისკებთან. მადლობა 2012 წლის შემდეგ. ამიტომ ხელისუფლება თავის გასაკეთებელს ამ ნაწილში აკეთებს. ჩვენი ნაწილი არის ის, რომ ნორმალური გუნდი ფორმირება მოვახდინოთ, იდეები მივიტანოთ ჩვენ სამორჩევლამდე და უკვე 2028 წლისთვის წავსდგეთ საზოგადოების წინაშე. ასე რომ ვართ აი ამ პროცესში და ხედავს საზოგადოება, რომ ჩვენი პოზიციები ხშირად მკვეთრად განსხვავდება ხელისუფლების პოზიციებისგან. საგარეო პრიორიტეტებზე ახლა ბევრი ვილაპარაკე და ბუნებრივია, რომ ჩვენ თავარი განმასხვავებელი სწორედ ის იდეაა, რაც გვაქვს, ეს არის ნეიტრალიტეტი. და ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ აღარ კმარა ევროკავშირის კრიტიკა და მხილება, ეს უკვე ყველაფერი კარგად იცის. უკვე საჭიროა და აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯები. დესაკრალიზაცია მოხდა, ამას საკმაოდ კივნეული პროცესი იყო, მაგრამ ეს პროცესი შედგა და დღეს უკვე ვითხოვთ კონკრეტულ ნაბიჯებს ნაცვლად ერთი და იგივე ვთქვათ რიტორიკისა, რომ ევროკავშირი უსამართლოა, არაობიექტურია და ევრობიუროკრატია კიდე გახსნილი და გარყვნილი. ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ მეორე ნაწილში რომ 2030 წელს ჩვენ მაინც უნდა გავწევრიანდეთ, მაინც გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გავწევრიანდეთ ასეთ ორგანიზაციაში, რომელიც მორალურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად არის დეგრადაციის შეუქცევად პროცესში, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია. ბატონო, მე მიხარია ზუსტად რომ თქვენ ეგრეთ წოდებულ ესე სლენგი რო ვიხმაროთ, იმ ნიშას დაიკავებთ, როგორც მე ვატყობ, რასაც ქვია კონსტრუქციული ოპოზიცია და მესამე ძალის არსებობა ჩემთვისაც ცოტა უცნაური რამ იყო, იმიტომ რომ შესაძლებელია სახელმწიფო იმართებოდეს ორი ძალით, მართველი და ოპოზიციური და ეს სახელმწიფო იყოს წარმატებული, შედეგიანი და ასე შემდეგ. მე არ გამოვრიცხავ, რომ დაუშვათ მართლა თქვენთან ერთად 28 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტში მოხდეს კიდე სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია. და მაგრამ მე ვთვლი, რომ ორ პარტიასაც შეუძლია საკმაოდ ეფექტიანად მართოს სახელმწიფო, თუ ეს იქნება კონსტრუქციული პოლიტიკური თანამშრომლობა და არ იქნება დაუშვათ PR-ზე აგებული და საგარეო ქულების დასაწერად, რაც აქამდე სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ ხდებოდა. ძალიან მახარებს ეს ამბავი. ბატონო, ეხლა მე მაინტერესებს ასეთი რამ. ამიერკავკასია არის საკმაოდ რთული რეგიონი. საბჭოთა კავშირის დროს ეპიცენტრი ჩემს ახალგაზრდობაში და ჩემს ყმაწვილ კაცობაში მე საბჭოთა კავშირის ჯარიმა გამოვლილი და ამიერკავკასიის გენერალური შტაბიც კი თბილისში იმყოფებოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ხომ არ მოდის ის დრო და ჟამი, როცა ამიერკავკასიის გულის ადგილი, ცენტრის ადგილი უნდა დაიკავოს კვლავ საქართველოს. და როგორ ხედავთ ამის პერსპექტივას? იმიტომ რომ ერთ ქვეყანას ჩვენ სამეზობლოში გააჩნია უდიდესი რესურსები, ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ და კიდე მას არანაკლებ დიდი ქვეყანა უჭერს მხარს. მეორე არის შედარებით მომცრო ქვეყანა, მაგრამ საკმაოდ სერიოზული დიასპორით, როგორც საფრანგეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვართ ჩვენ, რომლებიც ვართ ფაქტობრივად დამოკიდებული ჩვენ თავზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორ ფიქრობთ თქვენ? შევძლებთ ჩვენ ამ სტატუსის როლის დაბრუნებას? ბატონო ნიკოლოზ, აი, როდესაც ჩვენს ბუნებრივ ფუნქციაზე ვსაუბრობდით საგარეო
პოლიტიკური არჩევანის თვალსაზრისით, რაც ნეიტრალიტეტია ჩვენი ღრმარწმენით. ასევე ბუნებრივად არის საქართველოს სამხრეთ კავკასიის ცენტრი და გული. ჩვენ გვიხარია, რომ ამას არ უარყოფს, ასე ვთქვათ, არც ერთი ჩვენი მეზობელი, არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი, რომლებიც, რა თქმა უნდა, ზრუნავენ და იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ისე როგორც ეს მათ ესმით. მაგრამ, როდესაც სამეზობლოზე და სამხრეთ კავკასიაზეა საუბარი, ყოველთვის ისინი აღნიშნავენ საქართველოს გამორჩეულ როლს სამხრეთ კავკასიაში. არაერთ ფორუმს დავსწრები ვარ, გასული წლის სექტემბერში ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები იმყოფებოდნენ და ყველა პანელზე აღინიშნებოდა ის, რომ საქართველოს პოლიტიკურად, კულტურულად, დაკავშირებადობის თვალსაზრისით მართლაც წარმოადგენს ცენტრს, გულს და შეხვედრის ადგილს სამხრეთ კავკასიაში. და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ილუზიებიდან გამოსვლაზე და რეალობაში დაბრუნებაზე, სწორედ ამას ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ის რეალური პოტენციალი გამოვიყენოთ, რაც საქართველოს გააჩნია. და არ ვიყოთ რაღაც ეფემერულ, ილუზორულ იდეებზე დაფუძნებული და ორიენტირებული. სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ფუნქციის გამტკიცებაზე ხელისუფლებაც საკმაოდ თანმიმდევრულად მუშაობს. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ასევე მოლაპარაკების და შეხვედრის და მშვიდობის პლატფორმად სომხეთსა და აზერბაიჯანს. ჩვენ მოხარული ვართ როგორც პარტია და როგორც უბრალოდ რიგითი საქართველოს მოქალაქე, რომ მათ შორის კონფლიქტი, ძალიან ხანგრძლივი კონფლიქტი მშვიდობაში გადაიზარდა და ხედავთ, რომ აი ამ ახლომოსავლეთში განვითარებულ მოვლენებამდე ჩნდებოდა რაღაც რეალური შანსი იმისა, რომ მთლიანად რეგიონული ესე ვთქვათ, ქვეყანათა შორისი ეკონომიკური პროექტები განხორციელებულიყო, ასევე წარმოშობილიყო, წარმოქმნილიყო ახალი ლოგისტიკური გზები, მოგვეზიდა ერთობლივი ინვესტიციები, სადაც თითოეული ჩვენი ქვეყანა და საბოლოო ჯამში მთლიანად რეგიონი ნახავდა საკუთარ სარგებელს და ყველაზე მთავარი, რის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით, ეს არის მშვიდობის უზრუნველყოფა და სტაბილურობის უზრუნველყოფა რეგიონში. ჩვენ ასევე ამ მიმართულებით, რომ ჩვენი მეზობლებისთვის ვიყოთ საინტერესო და ეს ცენტრის და გულის ფუნქცია შევასრულოთ, ამისთვის გვჭირდება ნეიტრალიტეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ღია კონფლიქტების, მუდმივად ფეთქებად საშიში ვითარების და რომელიღაც კონკრეტულ ბანაკში და ბლოკში აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ ამ ფუნქციას დავკარგავთ. შესაბამისად, ნეიტრალიტეტიც ამ მიმართულებით მთავარ პირობად მიგვაჩნია, რომ ჩვენ ეს ფუნქცია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ცენტრის ესე ვთქვათ, შევძლოთ აი ამ პოტენციალის სრულად გამოყენება და ჩვენი მეზობლების დარწმუნება იმაში, რომ ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია უკაცრავად ჟარგონისთვის გავყიდოთ ის, რომ ჩვენ მართლაც შეგვიძლია ამ ფუნქციის შესრულება და ჩვენ აი დავპატიჟოთ, ესე ვთქვათ, აი ამ ესე ვთქვათ, ერთობაში ჩვენი მეზობლები, თუ ჩვენ ვიქნებით იმ ბლოკის და იმ ბანაკის წევრი, რომელიც მაგალითად და ყველაზე მთავარი დაპირისპირებულია და ღია ომში იმყოფება რუსეთთან, რომელიც ასევე ომში იმყოფება დღეს ფართო რეგიონის, ჩვენი რეგიონის უდიდეს სახელმწიფოსთან, ირანთან, რომელსაც პრობლემები აქვს ასევე იმ უდიდეს სახელმწიფოსთან და ძალასთან, როგორიც არის ჩინეთი.
რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები რეგიონში დაკავშირებადობის და ლოგისტიკური გზების, სავაჭრო გზების განვითარების კუთხით. ასე რომ ასეთ ბლოკში აღმოჩენა ჩვენ ამ ფუნქციის ათვისების შესაძლებლობასაც გვართმევს. ამიტომ აქაც ნეიტრალიტეტი ისევ იმიტომ რომ ჩვენ მეზობლებს ეწოდინებათ და ექნებათ კარი გარანტია რომ საქართველოში იქნება მშვიდობა, საქართველო არ გახდება მათ პარტნიორებთან ომში მყოფი ბლოკის წევრი, რაც თავდაყირა დააყენებს ყველაფერს აბსოლუტურად რეგიონში და საქართველო მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოახერხებს ასევე საკუთარი ძალიანობის აღდგენას და კონფლიქტების მოგვარებას, რასაც ასე უწევდნენ ხელს კონკრეტული ძალები, რომ სწორედ საქართველოს არ ქონოდა ამის შანსი, რომ რეგიონში გამხდარიყო გამწევი ძალა, რომ რეგიონში გამხდარიყო ცენტრი, მიეღწია ეკონომიკური განვითარებისთვის და ამას, რა თქმა უნდა, ხელს უშლის და რისკია ყოველთვის გაყინული კონფლიქტი და სწორედ ამიტომ არ შედიოდა არასოდეს ევროკავშირისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში ჩვენს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოგვარება და გადაწყვეტა. დიდი მადლობა ზუსტად აი ამ ბოლო წინადადებისთვის, იმიტომ რომ ბევრი კითხვის ნიშანი ისმებოდა, რომ სად არიან ჩვენი პარტნიორები, სად არიან ჩვენი დასავლელი მეგობრები და საბოლოო ჯამში პირისპირ აღმოჩნდით ყველა გამოწვევასთან, ყველა პრობლემასთან. თუმცა რა გასაკვირია, ხა უკრაინასაც ხედავდა, ხელა სახელმწიფო იგივე მდგომარეობაშია, რაც ჩვენ 2008-ში ვიყავით. დიდი მადლობა ამ განმარტებისთვის, ბატონო მატო. ეხლა გადავიდეთ საგარეო პოლიტიკაზე და რას გულისხმობ? ახლო აღმოსავლეთი. ეხლა ირანში რაც მიმდინარეობს, ამას ალბათ ანალიზი იმ მხრივ თუ ჭირდება, რომ აი რა პერსპექტივა და რა ელის, თორე ხა მიმდინარე მოვლენები უკვე მე-10 დღე არის დღეს და ბოლო არ უჩანს. ყოველ შემთხვევაში რაციონალური მარცვალი იმისა, რომ აი ხვალ ან ერთ თვეში დასრულდება, ამის პერსპექტივას მე პირადად ვერ ვხედავ. იმდენად ურთიერთგამომრიცხავი ინტერესებია ორივე მხრიდან. და აქ მე მაინტერესებს უფრო შემდეგი რამ. ეს ჩვენ გვეხება გეოგრაფიულად სამხრეთ კავკასიას და უშუალოდ საქართველოს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენ ამ შემთხვევაში ბუნებრივია დეკლარირებული ნეიტრალიტეტისა, რა შეიძლება რომ საქართველოს მხარემ საქართველოსავე უსაფრთხოების მიზნით გააკეთოს. ანუ რას ვგულისხმობ, დავუშვათ, გაამკაცროს რეჟიმი სასაზღვრო, ან შიდა პოლიტიკური სიტუაციაში რეგულაციები შეიტანოს, ან რაღაც აი ამ დაგვარი მომენტები. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს? რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვის მიზნით? პირველ რიგში გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ არ მოხდეს ომის თეატრის გაფართოება ჩვენი რეგიონის მიმართულებით. ისი მცდელობები არის ყველა მხრიდან, ხო? იგივე აზერბაიჯანთან მიმართებაში, იგივე ვხედავთ წარმოუდგენელი მასშტაბის მოღალატეობრივ კამპანიას საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ქვეყნის შიგნიდან, სწორედ აი აგენტურული ძალების მხრიდან, რომელზეც ჩვენ დიდი ხანი დაუთმეთ საუბრის დრო და ყველაფერი კეთდება მათი მხრიდან იმისთვის, რომ ომის თეატრი გაფართოვდეს და ამ ცეცხლმა გადმოინაცვლოს სამხრეთ კავკასიაში და მოედოს საქართველოს მათ შორის. ეხლა წარმოუდგენელი ამბავია, აი არ ვიცი თქვენმა მაყურებელმა იგივე ამერიკაში ჩვენმა ემიგრანტებმა თუ იციან, გენერალური შტაბის უფროსი ყოფილი ვახტანგ კაპანაძე გენერალი გამოვიდა ტელევიზიით საჯაროდ და თქვა რომ მე რო ვიყო ეხლა ირანის ხელისუფლების ადგილასშო, პირველი რასაც გავაკეთებდი, დაუბომბავდი საქართველოს ტერიტორიას, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დაუცველი მონაკვეთი ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენში. პირდაპირ არ ვიცი, აი მართლა უწველთანობ ამას არ მყოფნის, რა ვიცი, ჩემი ლექსიკონი იმისთვის, რომ რაღაც ამას სახელი დავარქვა, ხო? ღალატი ყველაზე რბილია და ტრობა კიდე ცუბუქი ნათქვამი რა. როდესაც ამას აკეთებს ადამიანი, რომელმაც ორჯერ იმსახურა, როგორ იმსახურა ეს გასაგებია, ორჯერ იყო გენერალური შტაბის უფროსი საქართველოში. ასე რომ ამას ჭირდება ჩვენ მოვითხოვეთ და კარგია რომ დაიწყო გამოძიება და ეს ადამიანები დაიბარეს
საგამოძიებო უწყებაში და რა თქმა უნდა საზოგადოებამაც და კანონმა უნდა იმუშაოს მათ წინააღმდეგ, იმიტომ რომ შეუძლებელი ასეთი ღალატის აქტები რომ დაუჯელი რჩებოდა აქამდეც, იმიტომაც მოვედით აი ძიმე შედეგებამდე. რაც შეეხება ომს, მიმდინარე კონფლიქტს, თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან რთულია პროგნოზირება, რა მოხდება, მაშინ აბსოლუტურად გეთანხმებით და მას პირველ რიგში განაპირობებს მიზნების ბუნდოვანება. რეალურად. რა არის მიზანი, რომ ირანი აიღონ, აიპყრონ? ახლა ის რომ რაღაცა ჯუმეპარება ხო? ხო, ხელი შეუშალონ ბირთვულ პროგრამას თუ ხელისუფლება, აი თან ეს მიზნები რაც ყოველდღიურად ყველა განცხადებაში ტრამპისგან იცვლება ასევე ვადები 4 დღიდან დაიწყო, ეხლა 100 დღე ტრიალებს, ესე ვთქვათ, მესეჯ ბოქსში, ამერიკული პოლიტიკის შემქმნელების მესეჯ ბოქსში 100 დღე ტრიალებს ეხლა. გვაქვს ვითარება, როდესაც ესე ვთქვათ, ირანული უპილოტო საფრენი აპარატების $30,000-დან $50,000-მდე ღირებული აპარატის ჩამოგდება სჭირდება $1 მილიონ საჰაერო თავდაცვის რაკეტა, ხო? და რა თქმა უნდა ეს რესურსებთან არის პირველ რიგში დაკავშირებული და ეხლა ის რასაც ეძახიან boots on the ground. ეხლა თუ იქ სახმელეთო ოპერაციიდან ამ სიგიჟეზე წავიდა ვინმე ეს საერთოდ ახალ ეტაპზე გადაიყვანს ამ კონფლიქტს, იქ ვრცელდება ინფორმაციები, რომ ამზადებენ კურთებს ასეთი სახმელეთო ოპერაციისთვის და ვხედავთ, რომ ყოველ შემთხვევაში აქამდე გაცხადებულ მიზნებს, რომ აი ტრამპი იქ მიაყენებდა რამოდენიმე ავიამზიც და ხელისუფლება იქ ავტომატურად შეიცვლებოდა და მოვიდოდა ეს რა ქვია სასურველი ხელისუფლება ამერიკული ხელისუფლება, რომელიც ლანგარზე მიართმევდა ირანის სახელმწიფოს სხვა სახელმწიფოებს, ნუ ეს წარმოუდგენელი ილუზიაა და ალბათ არ მინდა დავიჯერო, რომ ასე ფიქრობენ ამერიკის ხელისუფლებაში, იმიტომ რომ თუ ასე ფიქრობენ, ეს ძალიან სახიფათოა. სახიფათოა ამერიკისთვისაც, სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ აი ამ სახიფათო ვითარებაში ჩვენ გვმართებს ისეთი დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება, რომელიც რაღაც მოკლებული იქნება რაღაც სიმკვეთრეს და რაღაც ასე ვთქვათ, ხაურიან განცხადებებს თუ ქმედებებს ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ვისურვოთ და ეს გამოხატული იყო მათ შორის პრემიერ-მინისტრის მთავრობის წერილში აქ ნამდვილად აი ჩვეულებრივი, ძალიან ბუნებრივი და ადამიანური და ქართული პოზიცია იყო. ჩვენ მივუსამძიმრეთ ირანს, ჩვენ მივუსამძიმრეთ ისრაელს და ყველამ კარგად ვიცით, ალბათ ყველა ქართველმა და ყველა ებრაელმა იცის, რომ ყველა ისრაელმა რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც არასოდეს ხაზგასმით აღნიშნავ, არ ხდებოდა ებრაელი ხალხის დევნა, ჩაგვრა და პირიქით ყოველთვის ჩვენ ვიყავით, ჩვენ გქონდა მიმღებლობა, ჩვენ გქონდა მათთვის ძალიან კარგი გარემო, სადაც თვითონვე საუბრობენ, გქონდა რა ვიცი საერთო ოჯახები, თბილისში არის სინაგოგა, არის ებრაული საზოგადოება და ჩვენ ერთად ცხოვრობთ და ასეც გავაგრძელებთ. ჩვენ ასევე ხარდაჭერა გამოუცხადეთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს და მეზობელ აზერბაიჯანს და ვისურვეთ, რომ ვითარება დაუბრუნდეს დიპლომატიას, მოლაპარაკებას და არ მოხდეს ესკალაცია. ეს რაც არ უნდა ვთქვათ, ასე ვთქვათ, მარტივ ჭეშმარიტებად ჟღერდეს, ეს არის ერთადერთი სწორი პოლიტიკა, რაც შეიძლება საქართველოს ამ ვითარებაში აწარმოოს და არა ის აბსოლუტური სიგიჟე, რის ჩადენისკენაც ჩვენ მოგვიწოდებენ, ხო, რომ აი თინა ხიდაშელი ასევე სამწუხაროდ
პედის უკუმართობით რო იტყვიან თავდაცვის მინისტრი ყოფილი ამბობს რომ ეს ომი მალე მორჩებაო ჯერ ამას აცხადებს და რომ მორჩებაო ტრამპიო ხო ქვეყნის პრეზიდენტი აუცილებლად დასჯის ჩვენს ქვეყანასო იმიტომ რომ ჩვენ არ ავირჩიეთ მათი მხარე ამ ომშიო წარმოიდგინეთ ანუ ანონსებს მოხარულია ის ანონსებს რომ აი როცა ჩვენთვის მოიცლის და ეს კონფლიქტი დასრულდება ჯერ როდის დასრულდება როგორ და რა შედეგით ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის მაგრამ მისთვის რომ მალე დასრულდება და იმისათვის რომ საქართველოს სიგიჟე არ ჩაიდინა და საკუთარ ტერიტორიაზეც საკუთარ ქვეყანაში ცეცხლი არ გადმოიტანა არ დაპატიჟა ცეცხლი ამისთვის დაიჯდება ჩვენი ქვეყანა ну აი ასეთ წარმოუდგენელ ვითარებაში ვიმყოფებით და უწევს ხელისუფლებას და უწევს საზოგადოებას ესე ვთქვათ ცხოვრება და საკუთარი საქმის კეთება აი ამ დიდი ზეგავლენის შემდეგ რაც მოხდა გლობალურ პოლიტიკაზე, გლობალურ ეკონომიკაზე და ისეთი ესე ვთქვათ მრავალწლიანი შრომის და მუშაობის შედეგი დაზიანდა, ვთქვათ, როგორიც არის აი კალთის ქვეყნების და არაბული სახელმწიფოების, სადაც უდიდესი ინვესტიციები ჩაიდო, განვითარდა ოაზისები შეიქმნა რეალურად ამ სახელმწიფოებში, როგორც ინვესტიციებისთვის, ტურიზმისთვის, ეკონომიკური საქმიანობისთვის, ტექნოლოგიების განვითარებისთვის და ასე შემდეგ. ეს ოაზისები რეალურად ძალიან სერიოზულად დაზიანდა. და აი ამ დაზიანებული რეპუტაციის გამოსწორებას, რა თქმა უნდა, ასევე სერიოზული დრო დაჭირდება, იმისთვის რომ ნდობა აღდგეს და კვლავ დაიბრუნოს, ესე ვთქვათ, ეს მიმზიდველობა ამ ქვეყნებმა სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ აქაც ჩნდება სწორი პოლიტიკის, პრაგმატული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში საქართველოსთვის შესაძლებლობა, რომ სწორედ საქართველოს შევთავაზოთ იგივე ინვესტორებს, იგივე კომპანიებს იმისათვის, რომ ვიცით ახლა წარმოიდგინეთ იქ სადაც ყველაზე მაღალი იყო ფრენები და ტურისტის ჩასვლა თუ ბიზნეს ტურიზმი თუ ასე შემდეგ გამორბოდა ხალხი ამ ქვეყნებიდან და ომანი რომელიც ყოველთვის იყო ამ ყველაზე მეტად ნეიტრალური ესე ვთქვათ ამ ქვეყნებში იქ არ არის ამერიკული ბაზები ყველაზე ნაკლებად დაზიანდა იქ ერთი ამერიკული ტანკერიზე მიიტანეს იერიში რომელიც პორტში იდგა დანარჩენი იქ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ქალაქი არ დაბომბილა და იყო ერთადერთი სივრცე საიდანაც ხორციელდებოდა ფრენები სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც საქართველოს უჩნდება შესაძლებლობები რომ აქეთ მოიზიდოს ეს კომპანიები ინვესტიციები და იგივე ტურიზმი. იმიტომ საქართველოს უკვე აი ამ ომების და დიდი ყევების პირობებში აი მარტივად რუკა რო აიღონ ნახავენ რომ ყველგან ცეცხლია, ყველგან გაწითლებულია და საქართველოში ჩვენ ვახერხებთ მერთისყავლობით და სწორი პოლიტიკით რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და საქართველოს ყველა მიმართულებით გახდეს მიმზიდველი და საინტერესო. აი ეს შესაძლებლობაც იხსნება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ვისურვებთ რომ ეს კონფლიქტი მალე დასრულდეს და ამ ქვეყნებში მშვიდობამ დაისადგუროს, რაც ასე ძვირფასია და ყველაფერი კეთდებოდა. ხა ახლა აღმოსავლეთი იყო მუდმივად კონფლიქტების რეგიონი და ეს ქვეყნები ბოლო წლებში, 10 წლებში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს კონფლიქტები ამოწურულიყო, მათ შორის ისტორიული, რელიგიური ნიადაგზე არსებული კონფლიქტები ამოწურულიყო და ერთად გაეგზელებინათ მათ ცხოვრება და საკუთარი ქვეყნების განვითარება და ახლა მათ შორის გამოქვეყნდა ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენის წერილი ღია მიმართვა პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, რომელიც ამს ასეთ კითხვას, რომ ვინ მოგცათ პრეზიდენტო ტრამპ თქვენი მისუფლება, რომ ჩვენი რეგიონი ცეცხლის ალში გაგეხვიათ. ამაზე ძალიან დიდი უკმაყოფილება არის გალფის ქვეყნებში, როგორც ხელისუფლებებში, ასევე ბიზნეს წრეებში, ასევე ხალხებში, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სწორედ
ამერიკულმა ამ ჩარევამ გამოიწვია ის, რომ რეგიონი გადაიქცა კვლავ გახდა კონფლიქტის რეგიონი. ერთგვარად ქოლგა უნდა ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთის და არაბული სამყაროს და აღმოჩნდა, რომ პირიქით ცეცხლის მაგნიტივით იზიდავს ამერიკული ბაზები ირანულ ბომბებს. თან ვერც იცავენ, აი ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია ამ ხალხებისთვის რა. ბატონო, აი თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ, რომ დაუშვათ საქართველოს შესაძლოა არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ცენტრი გახდეს უსაფრთხოების. აი მაგალითად ახლა უკვე ცნობილია, ყველამ თქვა ეს, რომ დატა ცენტრები დაიბომბა. თუნდაც აი ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მიზნის შესაძლოა შესაბამისი ველი შეიქმნეს და მართლა ბევრი პერსპექტივა. მე არ ვამბობ და არ ვარ მომხრე, რომ სხვის ჭირზე ჩვენ უნდა განვითარდეთ, მაგრამ ეს ობიექტური რეალობაა. ეს ალბათ ობიექტური რეალობაა და საქართველოს ხელისუფლებამ ეს უნდა გამოიყენოს. მე ასე ვფიქრობ. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. თუ რამის დამატება გნებავთ, დაამატეთ, თუ არა და დავიმშვიდობოთ. ერთმანეთს მხოლოდ დროებით. მადლობას გადაგიხდით და საინტერესო კითხვებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, კიდევ ერთხელ ჩვენი პარტიის ხედვებით და გეგმებით დაინტერესებისთვის და კარგია რომ ქნით თქვენ პირადად ყოველგვარი რაღაც ინფრასტრუქტურისა და რაღაც თქვათ დაფინანსების გარეშე ამ სივრცეს, სადაც ჩვენ შეგვიძლია იგივე ვესაუბროთ ჩვენს ემიგრაციას, ჩვენს ნათესავებს, ახლობლებს, რა ვიცი, მეგობრებს, ნაცნობებს, ქართველებს ამერიკაში და საერთოდ თქვენს აუდიტორიას, რომ როგორც მითხარით, საქართველოში ძალიან მაღალი აქვს ყურება და აქ საქმეს აკეთებთ, მივესალმებით და ყოველთვის დათვიქნებით სათანამშრომლოდ. დიდი მადლობა. მე თქვენი ამორჩეველი ვარ დღეიდან. გაგახაროთ ღმერთო. სიამოვნებით. კარგი, ძაბა დროებით, ბატონო. დიდი მადლობა ამ საუბრისთვის და ბედნიერად.